ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატოში მცხოვრები მურთაზ ლაგვილავას ოჯახის საცხოვრებელი სახლი დამეწყრილი ტერიტორიის გამო შესაძლოა მალე მთლიანად ჩამოინგრეს. წლების განმავლობაში მეწყერმა მთლიანად ჩამოარიცხა ფერდობი, რამაც საცხოვრებელი სახლის საძირკველი მთლიანად მოარყია. შედეგად სახლის უკანა ფასადი მთლიანად ჩამოინგრა. ოჯახი, სადაც 8 სული ცხოვრობს, ახლა რეალურად ქუჩაში დარჩენის საფრთხის წინაშე დგას. ლაგვილავების ოჯახში ამბობენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას. იყო დაპირებებიც, თუმცა ამ დრომდე მეწყერსაშის ზონაში მცხოვრები ოჯახის ბედით არავინ დაინტერესებულა. ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ. ძალიან გვიჭირს ასეთ სახლში ცხოვრება. ღამღამობით ტანსაცვლიანად ზივართ მდივანზე და ისე ვათენებ და ვაღამებთ. გუშინ წინ ქარი რო იყო, სულ ასე ადიელა შემოხვეული, ისე ვიჯექით და ისე გავათენეთ მთელი ღამე. ძალიან ცუდ პირობებში ვარ, ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. კრიტიკული მდგომარეობა, არა საცხოვრებელი სახლია, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, ვის არ მივმართეთ თბილისი გინდა, ჩვენი გამგება გინდა, ვის არა, მაგრამ არაფერი ყურადღება საერთოდ არასაიდან არ არის. ყველა მისის ჩემი მდგომარეობა, სათანიამ, რევიამ, თოლორაიამ, ვინ არის ის? ყველა მისის ჩვენი მდგომარეობა. მაგრამ დღეს ხვალ და ასეთ მდგომარეობაში ვართ. ახალი წლის დღეებში მოსულმა უხმანალეკმა ლაგვილავების ოჯახს ეს ფიცრულის დაუნგრია, რომელსაც ოჯახის საცხოვრებლადაც იყენებდა. სავალალო პირობებია საცხოვრებელი სახლის პირველ და მეორე სართულზე. ოჯახის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, უამინდობის და ძლიერი ქარის დროს სახლის ჩამონგრების შიშით ღამის გათენება ეზოში უწევთ. ამასთან ცოტა ხნით წინ სოციალური მომსახურების სააგენტომ ლაგვილავების ოჯახს ფინანსური დახმარებაც მოუხსნა. როგორც აგვითხრეს, ამის მიზეზი ოჯახის ერთ-ერთი წევრის სამუშაო თურქეთში წასვლა გახდა. არც სოციალური დახმარება გვაქვს, არც არაფერი სოციალურიც მოგვიხსნეს, ასეთი სახლი რო ნახეს, ბიჭი წავიდა თურქეთში და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით მომიხსნეს სოციალური დახმარება. არც დახმარება გვაქვს, არც პენსიონერები ვართ, არც არაფერი. ძალიან გვიჭირს ასეთ სახლში ცხოვრება. მურთაზ ლაგვილავას ოჯახში არსებულ მძიმე საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით ჩვენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს დავუკავშირდით. გურგენ სართანიას განმარტებით, კონკრეტულ და მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით მოკვლევა გაკეთებულია. არსებობს გეოლოგების დასკვნაც, ხოლო რაც შეეხება გადაწყვეტის გზებს, ამაზე ტოლთა და განსახლების სამინისტრომ უნდა იმუშაოს. შევისწავლეთ არსებული სიტუაცია, არსებობს გეოლოგების დასკვნა, ჩვენთან ეს ყველანაირი დოკუმენტაცია თავს იყრის, მერე ჩვენ ვაცნობებთ იძულებით გადაადგილებით ატოლთა განსახლების სამინისტროს და ისინი იმას ქულების მინიჭების წესს თვითონ განსაზღვრა, თვითონ ანიჭებენ ქულას და შუამდგომლობა რეკომენდაციას ყველას უწევთ. დამეწყრელ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახის შველას ითხოვს. უმოქმედობის შემთხვევაში არსებობს რეალური საფრთხე ნახევრად ჩამონგრეული სახლი მთლიანად დაიშალოს და მრავალსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩეს.